ჩვენი გადაცემის ფარგლებში ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია გადაშენების პირას ყოფი ვაზის ჯიშების შესახებ, ქართული ვაზის ჯიშების შესახებ. დაგვიგემოვნებია ეს ღვინოები, იქნება ეს იმერეთში, ქართლში, კახეთში თუ სხვაგან და აი დღეს ჩვენი გადაცემა კიდევ ერთი უნიკალური ძველი ქართული ვაზის ჯიშის შესახებ მოგითხრობთ. გადაცემა ქვეურის პირული ამჯერად ჩამოვიდა სოფელ მეჯვრისხევში. რა თქმა უნდა, საინტერესოა ყველა ქართული ვაზის ჯიში, ყველა ღვინოა აქედან დაყენებული, მაგრამ ჩვენი მიზანი უფრო მეტად უპირატესად გადაშენების პირას ყოფი ვაზის ჯიშებია და მათი ნახვა და ჩვენ გავიგეთ, რომ ამ სოფელში არის ერთი ძალიან კარგი ვაზის ჯიში ხარობს, ეს არის მეჯვრისხევის საფერავი, ამავე სოფელის სახელს ატარებს ეს ჯიში და ამავე ჯიშს აქვს სინონიმი ხომასურიან საფერავი, ხომასური ძეების გვარს უნდა უკავშირდებოდეს. ჩვენი მასპინძელი ამჯერად არის ზურაბ კაპანაძე და მისი ოჯახი და სწორედ მასთან მოვედით. ახლა მას აქვს ვენახი აი ამ ჯიშისაგან გაშენებული და იგი აყენებს ასევე აი ამ ჯიშისაგან ძალიან საინტერესო და კარგ ღვინოს. ჩვენ ახლა შევალთ მათთან და გავესაუბრებით ერთად. მოგესალმებით. გამარჯობათ. ეს არის თქვენი ვენახი? კი ბატონო. მეჯვრისხევის საფერავი, ხო? ორი ჯიში გაქვს, თუ რამდენი ჯიში გაქვს? კი, ორი ჯიში გაქვს. მეჯვრისხევის საფერავი და კიდე ჩინური. კი. მოსავალი დაახლოებით რამდენია ხოლმე? 500 კილომდე მოდის. 500 კილომდე? და წამლობით როგორ წამლებთ? შავი ამლით წამლით. ანუ ესეთი ძველი მეთოდები რაც არის. კი. დამუშავებით ახლა საქონლის ნაკელი შემოგვაქვს. ორგანული. ანუ მთლიანად ესე იგი ნატურალური მიმართულებისა არის. ღვინოც ცხადია ესეთი. 3 წელიწადში ერთხელ მაინც შემოგვაქვს. სხვებს თუ აქვთ ეს ჯიშები აქ, აი სოფელში? აქვთ, მაგრამ აი ძალიან ცოტა რაოდენობით რა. აქ, კი, აი. გარდა ხეივნებისა, ახლა მე დავინახე მაგალითად აი გვერდზე ვენახიც არის, ესეც არის უგინაშვილებისა და ეს არის კი. ხომასური ძეები? ძირითადად ამ ვას ხომასური ძეების სასაძახია, ხომასურიან საფერავს საძახია. ესე იგი ის გადმოცემა, რომ შესაძლოა ეს მათ რაჭიდან ჩამოეტანოთ, ხო, როდესაც ხომასური ძეები გადმოსახლდნენ. არ უნდა გამოურიცხოთ, იმიტომ რომ ეგრეა რა, მაგვარს მოყვა ეს ვაზი რა, აი. ან მაგათ ხონდათ მეტწილად. ჩვენი წინაპრები ესეც იქცეოდნენ ხოლმე ხშირად, როდესაც გადასახლდებოდნენ თავიანთი სახლეულიდან მიქონდათ შესაძლოა ესეც ამას უკავშირდებოდეს. ძალიან საინტერესოა ესე რაღაცა. და ესეთ კარგი. ეს ადგილი ვენახისათვის, მე ვენახეობისათვის არის კარგი ადგილი. საერთოდ აქეთ ყოფილა პაპაჩებიდან ვიცი, რომ სულ ვენახები ყოფილა. სულ აქ საერთოდ ხე არ ერგო. ანუ აი კომუნისტების დროს 25 წლის, 30 წლის წინანდელი გეუბნები, აქ სულ იყო ხოლმე ვაზები იყო და კოლექტივები და ეს ვაზები. კოლექტივის დროს ძირითადად ვაზის კუთხე იყო. სულ ვაზი იყო. ხალხი მუშაობდა, ბაღებში ამოდიოდნენ, ვენახები ჰქონდათ და ვაზები იყო. ეს მერე და მერე შეცვალეს ვაშლი, ატამი, ჩაენაცვლა. ეხლა თქვენ ახალი ჩაყრილებიც გააქვთ, ხო ესეთი? კი, გვაქვს, აი აქეთ გამოყავს ახლა და ვაპირებთ გამრავლებას. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს ჯიშიც კარგია, ჩინებულის ყველანაირად აქაურობა პირდაპირ
ესე არა რაღაც ვენახისთვის არის მიუხედავად იმისა რომ 800 მეტრია ზღვის დონიდან ქალაქი გორიდან დაახლოებით 20 კილომეტრია დაშორებული და 800 მეტრზე ვართ ზღვის დონიდან ცოტა მაღალია მაგრამ მაინც ხარისხიანი ღვინოები ყენდება აქ რაღაც ესეთი განსხვავებული რა პერიოდშია ხომ საფერავის ხომასურიანი საფერავის თეთრის მე უფრო მე ჯერ თეთრი იკრიფება და მე ვცდილობთ ხოლმე რომ შაქრიანობა მეტი აიღოს და ესე იგი ცოტა უფრო რომ ფერში ჩაჯდეს კარგად და ფერიც ესეთი გემოც უკვე აი ლალის ტკბება ხოლმე ძალიან ტკბება თვითონ საფერო აი სიტკბო გაკრავს და მე უკვე შეგიძლია რომ მოკრიფო შენ გარდა იმისა რომ მეურნეობით ახარ დაკავებული მჭედელიც ახარ სოფლის მჭედელი ესე ვთქვათ ჩვენ დღეს შენ ჩამოგიყვანეთ ერთი საინტერესო სტუმარი ხომასურიძე რომელიც გამარჯვებაში ცხოვრობს და შენი სამჭედლოთი დაინტერესდა თანაც გაიგო რომ ხომასურიან საფერავი ერქვა ამ ჯის აი ძალიან დაინტერესდა ამით მაშინ სამჭედლოთა მარანი დავათვალიეროთ კი ბატონო და იქთან შევხვდებით ჩვენ სტუმარსაც და დანარჩენიც იქ გავაგრძელოთ საუბარი წავიდეთ აბა აი ხარეთ უცოცხლო ეს არის შენი მამა პაპური მარანი ძველი მარანი აქ პაპა შენი ვინოს აყენებს კი პაპის დადებული ყველაფერი ეს ქვევრებიც აგაქვს ორი ქვევრი რამდენი 60 კოკიანებია ქართლში ხა კოკა იყო ესეთი საწყაო ესე ვთქვათ თითო 60 კოკიანი ესე 120 კოკა ეხლა აღარ იყენებთ ქვევრებს კი მაშინ მაქვს გეგმაში რომ სამომავლოდ ხო ეგ რომ ქვევრის ღვინო ეხლა თან ჩვენი გადაცემა ესეთი ესე ქვია სწორედ გასასუფთავებელია და მიხედავთ აი ხანი აღარ დაყენებულა კი ეს არის ორი კასრი იქით აბა ეს საფერავისაა და ამას მოხდით აქეთ რა არის აქეთ თეთრია ჩინური და რამდენი ლიტრიანებია 300 litrianebia თითო საკუთარი მოხმარებისთვის კი საოჯახისთვის შვენიერი ზედმიერი კაცი ყოფილი ხარ 600 ლიტრი ღვინო ქონია ასალები აი გავსინჯოთ ბატონო ეთი აბატონო დაგიკავებულიშით ოხო რა ფერია კაცო როგორი სანდომიანი ფერია ეს როგორც წესი ესეთი ფერით დადგება ხო კი ესეთი ფერი სამწუთაში არის დამდგარი ორი თვის არის საინტერესოა როგორ წლებში რასიზა ეს უნი თავისებური როგორ სურნელი აქვს ხო შესანიშნავია რაღაცია ვა საოცარია ნამდვილად ღირი დამღვინისთვის აქ ჩამოსვლა ნამდვილად საინტერესოა რა სიძავს სიძველეში აი დაუშვათ ერთი წლის მერე ისეთ მე არ გამომიცდება შემიძლია რომ საჭირო იქნება გამოვცალო ხო აი ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ფაქტობრივად ესეთი უცნობი რო აქვს ეს 3 წლისები და რა საერთოდ არ კარგავს უცნობი ღვინოა და ხალხმა უნდა გაიცნოს ხალხმა უნდა ნახოს ესეთი სიმდიდრე გქონდეს ეს საოცრება ხო არ შეიძლება რომ მოკლედ აქედან 300 ლიტრიდან 20 ლიტრი რო შეინახო ჩვენ მერე კიდე ამოვართ გაიხარე ყოველთვის დაგლოცავთ
რა ლოცავთ აი თელი ჩვენი ტელემაყურებელი წარმატებას გისურვებთ და ჯანმრთელობას ბედნიერებას საქართველოს კუთხეებში ყველა კუთხეს თავისი საფერავი აქვს ხო ესე იგი კახეთში კახური საფერავი ბუდეშურისებური საფერავი იმერეთში მაგალითად ოცხანური საფერე არის მაგალითად ატენის ხეობაში აგერ ჩვენთან ახლოს არის ეს ატენის საფერავი და მაგალითად ზემო აჭარაში ვაიო სოფელი ვაიო და ვაიოს საფერავია ჩვენ აი ამ საფერავის სანახავად და დასაგემოვნებლად აუცილებლად ავალთ ზემო აჭარაში. მოდით აი აქედან ახლა აი ამ ხომასურიან საფერავით, მეჯვრისხევის საფერავით იცოცხლე. მთელი საქართველო დავლოცოთ და ვადაიცოთ. ნამდვილად. აი ხიმშურს უძახიან თითელი ფერის ღვინოა 6 ჯიშის ყურძენია ღვინოში შერეული. აი ხიმში თქვენი სოფლის სახელი. კი ბატონო, და ჩვენი დინაბაი ტრადიციულად სვამდა აი ამ ფერის ღვინოს. რა ჯიშებია? ალექსანდრიული, მუჯურეთული, მწვანე, კუდურაული, ციცკა, აი სოლიკაური, აი ეს ჯიშებია. ერთობლივად შეურევთ, ერთობლივად. დადუღებული და ერთად დაგვაგებია. საინტერესოა. ამ ადამიანს აქვს ერთ-ერთი უძველესი ადგილობრივი რაჭული ვაზის ჯიში. ეს არის კუდურაული და მოდი დავაგემოვნოთ ეს ღვინო. ეს არის ძალიან იშვიათი მომენტი. ესე იგი ეს ღვინო თქვენ მამაპაპიდან კი მამაპაპიდან მოდის. და უვლით თქვენი ვენახი ღვინოსაც თქვენ. ძალიან უძველესი მოსავლელი არის. ხო? და კუდურაული, მაგრამ წელს მაგალითად ერთი ბიმბილის არ მექნება რა. ისეთნაირად გაფუძდა და ეს შაშანდელი ღვინო. შეიძლება ცოტა დამსხათ. ხომს. იყო საკმარისი. ო, ესეთი ფერია, რაღაცა მუქი ჭოულებრივი. აშკი. ეს არის ესეთი ტიპიური განსხვავებული განსაკუთრებული ღვინო. სრულიად ჯანსაღი და არის სულ სხვანაირი, აბსოლუტურად განსხვავებული. ნამდვილად ღირს აი ამ ღვინოს რომ ყურადღება მივაქციოთ ჩვენ. ეს არის უძველესი ვაზის ჯიში, უძველესი ვაზის ჯიში. გაგიმარჯვეთ, წარმატებებს გისურვებთ. ეს რა ღვინოა? ეს საწური. ბოთში ჩამოსხმული, ესე იგი ესეთი იშვიათი ვაზის ჯიშია და ღვინოც საიდან როგორ მოხდა ბოთში ვინ ჩამოასხა? დავითაძე ვაჟა. ვაჟა დავითაძე, ბათუმში. ძალიან საინტერესოა. ეხლა პრინციპში ბოთში ჩამოსხმული ეს ღვინო ალბათ სხვას არც ექნება, ხო? მარტო მაი ჩვენი ცნობილი ოცხანური საფერე. სხვადასხვა ძალიან ინტერესდებიან უცხოეთიდან ღვინის სპეციალისტები, სწორედ აი ამ კონკრეტული ღვინით. მათ შორის ესე იყო, ანუ იშვიათი არის ჯერჯერობით, მაგრამ იმედია რომ გაშენდება და უფრო მეტი რაოდენობით იქნება. აი ამ ტერასაზე დავდგეთ ერთ-ერთი საუკეთესო სუფრის ჯიში კლარჯული. კიდე რა ჯიშებია? კიდე არის ესე იგი, საღვინე ჯიშები, ტევანდიდი, ჩხავერი, ცხლათუბანი, საკმელა, ტევანდიდი თქვი, ცნობილი საკმელა. ჯანი, დაბალციხეში მარების ოჯახი ცხოვრობდა და იმათმა რომ გააშენეს ჯანი, ამის გარდა კიდე ჭუმუტა, ძალიან კაი ჯიშია. გურული ჯიშის გარდა საღვინე ჯიშები კიდევ სამეგრელოსთან აჭარის ჯიშებსაც ვგავ, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად ერთი კოლხური რეგიონი, სადაც გურია აჭარა, სამეგრელოს ჯიშები, რომლებიც უფრო შალზე არიან მიჩვეულები უჯალეში მაგალითად. მეგრული უჯალეში. ესე რა ქვია, ჩეში ძალიან სერიოზული ჯიშია. ჭვიტილური მეგრულია. კი, მოკლედ აი ეს არის
ფაქტობრივად ისტორიული მომენტი ის რომ ესე აი ამდენი ჯიშები, ამდენი ესეთი დიდი დოზით გურიაში ერთდროულად არ ჩამოსულა, кайხანია. დღევანდელი რთველი იმით არის გამორჩეული და განსაკუთრებული, რომ აქ იკრიფება ქაწითელიც, აქ იკრიფება კახური მწვანეც, ქისიც, ხიხვიც. რა ვიცი, საფერავი. ეხლა ჩვენ მაგალითად აი მოვედით ერთ-ერთ ვაზის ჯიშთან, ეს არის ვარდისფერი ქაწითელი. საერთოდ ბევრია კახეთში ადგილობრივი ვაზის ჯიშები, მაგრამ ეს ჯიში რაღაცა შედარებით ახალგაზრდა ჯიშად ითვლება, თუმცა ეს არის ქართული ვაზის ჯიში და ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზად იყურება ესეთი რაღაც საოცარი ვარდისფერი, მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს, იერი დაჰკრავს და ულამაზესია, მაგრამ ყველანაირად აი ესეთი შემკული ვაზის ჯიშია. ჩვენიერი ღვინოდგება სხვათა შორის. შვარწელიდან უნდა მოიღო ღვინო, რომ გაიგო ქვებში რა გაქვს. ამოვიღოთ ჩვენც შუაწელიდან. ჩვენი უსახელოური დიდებული სურნელება უდის და არც შეიძლება რომ ესე არ იყოს ისეთი ნაფერებია ეს თქვენი იმეჯებს ასე პატარა ბავშვით. ალბათ რა ვიცი რა უნდა ითქვას იმაზე უკეთესი თუ არა უფლის სადიდებელი. მადლობა. ეს სოფელი მართლაც დიდებული სურნელება უდის და არც შეიძლება რომ ესე არ იყოს ისეთი ნაფერებია ეს თქვენი იმეჯებს ასე პატარა ბავშვით. ალბათ რა ვიცი რა უნდა ითქვას იმაზე უკეთესი თუ არა უფლის სადიდებელი. მადლობა. ეს სოფელი მართლაც განსაკუთრებულია, რადგან ამ სოფელში მეჯვრისხევში არის როგორც მეჯვრისხევის საფერავი, იგივე ხომასურიანთ საფერავი, ისევე აი აქ დგას ტაძარი, ხომასურიანთ ტაძარი, ესე მოიხსენიებენ, რადგან საამშენებლო წარწერაში მოხსენიებულია ხომასურიძე გვარი. ამ ტაძარში საინტერესო იმით არის ეს პატარა ტაძარიც, რომ შიგნით ჩატანებულია